ახლა ყველაფერი არის სწორედ დამოკიდებული პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებაზე და ექიმების რეკომენდაციაზე, რადგან ახლა გიორგი ჩიკვაიძეს გადაადგილება უჭირს. მიზეზი არის დაახლოებით 5 დღის წინ მომხდარი კრუნჩხვა, რის შემდეგაც მას სწორედ გადაადგილების უნარი შეეზღუდა და დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლის დახმარებით. ადვოკატმა მიმართა უკვე პენიტენციურ დაწესებულებას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ ბიზნესმენი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული გიორგი ჩიკვაიძე ორჯერ მოინახულა გუშინ და დღეს და ორივეჯერ მათი რეკომენდაცია იყო, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ ის. ახლა როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი არის პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა და გაითვალისწინებენ თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და გადაიყვანენ თუ არა მას კლინიკაში, სადაც საჭირო მკურნალობა უნდა გაუწიონ, რადგან ჩიკვაიძე უკვე მერვე დღეა შიმშილობს. ყველაფერს აქვს ზღვარი. მე დედა აქედან იმ 4 საკაში ვერ მოვეშველები. გადაიყვანეთ სამართლობაში. არ ვიცი რა გითხრა. ძალიან მძიმე მგონა, მე არ ვიცოდი ამ კრუნჩხის შესახებ, თორე უფრო ადრე რაღაც არ ვიცი. ძალიან რთულია. ასე არ შეიძლება. პატიმარი დღეს თქვენია და მას მოხედეთ. ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი და არც თქვენ არ გინდათ ის მკვდარი. ვიცი რომ იქ საკანში სამედიცინო პერსონალი ძალიან კარგად ებყრობა მას, მაგრამ ისინი ექიმები არიან. მათ გული შესტკიბათ ალბათ ყველა პატიმრისთვის. რა ვიცი, მე ესე მგონია მეც ექიმი ვარ და უფლის იმედი მაქვს. მე ჩემი შვილი უფალს ვაჩუქებ, დანარჩენს ის გადაწყვეტს. დღეს იყო ადვოკატი შესული გიორგის მოსანახულებლად, რა დროსაც გიორგი გამოიყვანეს ეტლით და როგორც დღეს ვიგებთ 5 დღის წინ მას ჰქონდა კრუნჩხვა და ამ კრუნჩხვის შემდეგ ფაქტობრივად გადაადგილება შეუძლებელია მისი დახმარების გარეშე. იქ პენიტენციური ექიმები ვარაუდი იყო, რომ კრუნჩხვის დროს სავარაუდოდ შეიძლება მოხდა ტვინში რაიმეს დაზიანება, ასევე ფიქრობენ, რომ ხომ არ არის მენინგიტი ან ენცეფალიტი, თუ სწორად მახსოვს ეს ტერმინი. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამ მომენტში არ მაქვს ინფორმაცია გადაიყვანეს თუ არა, ვარკვევთ ადვოკატმაც როგორც ვიცი უკვე მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას, რომ გადაიყვანონ იგი კლინიკაში. სხვა მომენტში არ მაქვს მეტი სიახლე. ერთი ის ვიცი კიდევ რომ აქვს ხელებზე სილუგჯეები ხელის თითებზე და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია თავის დრო გადაადგილებას. ჩიკვაიძე დააკავების შემდეგ შიმშილობს პროტესტის უკიდურეს ზომას მან მიმართა, რადგან თვლის რომ მისი პატიმრობა არის წინასწარ დაგეგმილი და ივანიშვილი მას სამაგალითოდ სჯის. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩიკვაიძის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური, თუმცა ამ დროისთვის მათ დაზუსტებით არ შეუძლიათ გვითხრან. როგორც ნახეთ, ადვოკატიც ცდილობს რომ გაარკვიოს, როდის გადაიყვანენ ბიზნესმენს პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანიდან სამედიცინო დაწესებულებაში.